მივედით რუსულ რეჟიმის აქტიურ გამოვლინებამდე, რა მიზანი აქვს ამ კომისიას, რასაც ჩვენ დვალყურს ვადევნებთ განსაკუთრებით ბოლო ორი დღეა თქვენი აზრით, რისი დამტკიცება, რისი ჩაბეჭდვა უნდა ხალხის ტვინში, ბოდიშის საფუძველს ქმნის ივანიშვილის ბოდიში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რომ მოიხადა? დიდი მადლობა. მე პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი ახლა ამ გაზაფხულზე 26 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. მაშინ იმ საყოველთაო ზეიმთან ერთად ჩვენ ყველას ჰქონდა განცდა, ყველას, ვინც მონაწილეობდით ამ პროცესში და სხვათა შორის წემსებს მთაში ეს შესანიშნავად აქვს აღწერილი დიდებულ მოაზროვნეს ლანა ღობერიძის თავის ახალ წიგნში, რომლის წარდგენაც ახალ ფილმთან ერთად გუშინ იყო, რომ როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაშინდელი პრეზიდენტი რასელ ჯონსტონი ჩამოვიდა თბილისში და ზურაბ ჟვანიამ მოუწყო საგანგებო მიღება, ისინი შატილში ავიდნენ, გერგეტი მოინახულეს და იქ ერთ-ერთი სახელდახელო სუფრის დროს მოვიდა მწყემსი ადგილობრივი, რომელმაც ევროპელ პოლიტიკოს ამხელა ლიდერს უთხრა, რომ ჩვენ წემსები ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ვინც პირველი გაიგებს, რომ საქართველო მიიღეს ევროპის საბჭოში, რომ შედგა ეს კენჭისყრა, აი ის დაანთებდა ცეცხლს, რომ სხვებს დაენახათ ეს ცეცხლი და ასე ეზეიმათ ეს ამბავი. ეზეიმებოდა მთელს ქვეყანას მიუხედავად მაშინდელი 1000 გვარი სიდუხჭირისა, იმიტომ რომ ჩვენ გვეზეიმებოდა მაშინ რუსული ორბიტიდან გამოსვლა და ევროპულ სივრცეში დამკვიდრება. ზეიმზე გამახსენდა ქართულ მოუცნებამ გვაზეიმა გახსოვთ, როცა ალფავიტით, ანბანით მოუწია საქართველოს ჯუასოზე ხელმძღვანელობა, ხომ? შესაბამისად ეს იყო მათი რიტორიკის საფუძველი, როცა მათ ეს სჭირდებოდა. სინამდვილეში თურმე აბსოლუტურად სხვა რამეს გეგმავდნენ, აგერ გამოგვიცხადეს 29 აპრილს და მოგვიანებით კობახიძემაც. ხო, საქმეც სწორედ ისაა, რომ მას შემდეგ აი როდესაც საქართველომ დაიწყო დამკვიდრება, რა ვაივაგლახით, მაგრამ რა დიდი შემართებით სხვადასხვა თაობის წარმომადგენლის ევროპულ სივრცეში, ევროატლანტიკურ სივრცეში თანათანობით დამკვიდრება, აი მას შემდეგ არასდროს არც ერთ ეტაპზე არ ვიყავით ასეთ ნიშნულზე დღეს რომ ვართ. ეს არის ნიშნული, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ფაქტობრივად საქართველომ მისი თვითმარქვია მართლობის ხელით შეწყვიტა ურთიერთობა ევროპასთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და არა მხოლოდ შეწყვიტა, არამედ ყოველ ჯერზე და მათ შორის აი ამ სამარცხვინო კომისიის ხელითაც სრულად ანგრევს, აზიანებს, რაც წლებით ვაშენეთ, წლების განმავლობაში ნაშენებს. მე ვსვამ კითხვას ჩემთვის და ყველასთვის, ვინც ახლა გვისმენს და გვიყურებს, რისთვის კეთდება ეს? რა მიზანი აქვს ივანიშვილს? ივანიშვილის მიზანი არის ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაიჭიროს. ერთი მხრივ ის რა თქმა უნდა კოჩს უგორებს კრემლს და ეუბნება, რომ ის რაც ახლა ყველაზე მეტად შეიძლება ესე ამოვნოს კრემლს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში გამოჩნდეს, რომ საქართველოში 8 აგვისტოს ომი და ბევრი რამ ამასთან დაკავშირებული თურმე ყოფილა ცალკეული პოლიტიკოსების, სამხედროების, ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების ბრალი. საქართველოს სახელმწიფოს brali, ეს არის მიჯნება. სამარცხვინო, მაგრამ სამარცხვინო რომ თქვათ, ეს ემოციური შეფასება დანაშაულებრივია. აი ეს კომისია თავად, ამ კომისიის შემოქმედები, ამ პროექტის ავტორები, აი გიყურებთ მე თქვენ ახლა და გეტყვით დაზუსტებით. ესენი წარსდგებიან კომისიის და სასამართლოს წინაშე და პროკურატურის წინაშე, იმიტომ რომ ასეთი სამარცხვინო და ასეთი დანაშაულებრივი აქტი, ასეთი ღალატი სახელმწიფოს ინტერესებისა არ მახსენდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ვის რა არ ჩაუდენია, ბოლოს და ბოლოს თუ უნდათ რომ გამოიძიონ წინა ხელისუფლება, ჯერ ერთი ვინ იძიებს, თავად თვითმარქვია ხელისუფლება, ესენი რა უფლებით იძიებენ ვინმეს, როცა არ აქვთ არც ლეგიტიმურობა და აქვთ იმდენი დანაშაული უკვე ჩადენილი, რომ მათი დანაშაულებებია გამოსაძიებელი. აი ეს არის საქმე.
აქ ხედავთ უმთავრეს წინაღობას, მაგრამ გითხარით რომ რამდენიმე კურდღლის დაჭერა სურს. ერთი მხრივ და უმთავრესი ისაა, რომ ის უგზავნის მოსკოვს პუტინს შეტყობინებას, რომ ყველაფერს აკეთებს სამისოდ. ისე როგორც მას ეამება, გაუხარდება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ის გვეუბნება ყველას ოპონენტებს, რომ ბოლომდე დაუნდობლად ჩაგვწიხლავს და არავის არ დაგვინდობს. და არ დაინდობს არავის არც იმათ, ვინც ახლა პარლამენტის მიმდებარედ აპროტესტებენ და იმათ იჭერენ და აკავებენ. არც ხვებს, რომლებიც ამას დააპირებენ ხვალ და ზეგ. მესამე, ეუბნება თავის ჯერ კიდევ დარჩენილ ამორჩეველს, რომ ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მეოთხე, ამით სურს გადაფაროს ის ეკონომიკური მოსალოდნელი კოლაფსი, რომელიც გველოდება ჩვენ გარკვეული დროის შემდეგ და კიდევ ერთი რამ, ის წარმოუდგენელი კორუფცია, რომელიც მეფობს მთელს ქვეყანაში და არაერთი სხვა რამ. ხვდებით რაზეა საუბარი, ეს არის ნამდვილად დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დროს ივანიშვილის სახელით ეს წითელი კომისარი წულუკიანი სამარცხვინოდ უწყობს დაკითხვას ქართველ გენერლებს, იმ ადამიანებს, რომლებითაც ჩვენ უნდა ვამაყობდეთ და ისე კი იმასაც ვიტყვი, რომ ასე საჯარო განხილვა თუნდაც ამ თვითმარქვია მართველობის და კომისიის პირობებშიც კი არის უკვე დანაშაული, იმიტომ რომ მტერი ზის და ხარობს და გვიყურებს ჩვენ რა გამოდის, რა ჩადივართ, პარტიულ ინტერესს გადააყოლა ივანიშვილმა მთელი საქართველოს ინტერესი, მთელი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი და მომავალი. ხვდებით რაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვმართებს, როგორც ჩანს, ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ პოლიტიკოსებს სრულიად ახალი ტაქტიკის განსაზღვრა. იმიტომ რომ იგნორი ამ პოლიტიკის, როგორ უნდა დააიგნოროთ აი ასეთი რამ, როცა ხდება ეს დღისით მზისით, ხალხმა უყურა, გამოიწვია მათში აღშფოთება, ეს ამიტომაც კეთდება დიდი ალბათობით, რომ მათი დღის წესრიგი იყოს განსაზღვრელი საქართველოში პოლიტიკის და მაგრამ ყველაფერი მაინც საბოლოო ჯამში მიდის პროტესტამდე მათ წინააღმდეგ. ეს ხალხს კი არ აშინებს, უფრო აბრაზებს დიდი ალბათობით. შესაბამისად მიზანი პარტიებს აუკრძალაო ამბობს. ხო, გასაგებია რომ ხალხის დაჭერა უნდა და პარტიების გაქრობა არენადან, მაგრამ რამდენად გამოსვლადია ეს? რუსეთში ვნახეთ რომ გამოვიდა. რატომ შეიძლება ეს არ გამოუვიდეს ივანიშვილს? მოდით თავი არ მოვიტყუოთ, მე გეტყვით გულწრფელად, რომ თეორიულად ყველაფერი შეიძლება გამოუვიდეს. იმიტომ რომ ეს ადამიანი დგას გზაზე, რომ დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა, უბრალოდ როცა ის ამბობს, რომ პარტიებს ოპოზიციურს აკრძალავს, ამის შემდეგ აღარაფერი არ რჩება. მოდით ვთქვათ პირდაპირ. ანუ ოპოზიციური ველი, ისედაც განადგურებული მიზეზთა გამო და უპირველესად მისი მამაძაღლობის გამო, ივანიშვილის სრულად გაცამტვერდება, ასევე გაცამტვერდება ყველა სხვა სეგმენტიც, ამისკენაა მიმართული მისი ყველა ძალისხმევა. ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები, ჩვენ ხომ კარგად ხვდებით, რომ უკვე მუშაობს. ჩემს ირგვლივ არაერთი ადამიანია, ვინც იმის გამო იკავებს თავს, მივიდეს რუსთაველზე, რომ იცის ვერ გადაიხდის 5,000 ლარს უბრალოდ. თქვენ ხომ კარგად ხვდებით რაზე ვსაუბრობთ. ანუ წელში უნდა რომ გაწყვიტოს მთელი საქართველო, გესმით? ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ სიმართლე და სიმართლე ისაა, რომ საზოგადოებას უპირველესად უნდა ავუხსნათ, ამას აკეთებთ თქვენ შესანიშნავად, თქვენ აქედან, ეთერიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ, გარდა იმისა, რომ ვიქნებით, თქვათ, უცხოეთში, შესანიშნავია, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიყოთ საქართველოში, აქ უნდა ვიმუშაოთ, აქ არის ყამირი და მე მართალი გითხრათ, ვერ ხვდები იმ 4 გამარჯვებული ოპოზიციური პარტიისა, რომელიც ახლა არ არის ყველგან რეგიონებში, ხალხთან, ადამიანებთან, ეს არ არის ტრაფარეტული მოწოდება. აქ საუბარია იმაზე, რომ გავაგებინოთ ერთმანეთს, რა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგავართ ყველა ერთად. რომ ეს ადამიანი აღრჩობს ქართული სახელმწიფოს იდეას, ივანიშვილი, აღარაფერს მერე აზრი არ ექნება. არაფერს, აღარც პარტიას, არც არჩევნებს, რომელსაც ისედაც დაკარგული აქვს ყველანაირი აზრი. ეს უნდა შევაგნებინოთ ადამიანებს და თან აუხსნათ. ბევრმა ეს იცის, რომ არსებობს ალტერნატივა
რა გავაკეთოთ იმისთვის რომ მოვახერხოთ ამის ჯერ შეჩერება, შემდეგ უკუგდება და შემდეგ სვლა ნორმალური სვლით, ნორმალური გეზით. აი ეს არის პრობლემა და ამაზე ვსაუბრობ მე. ბოლო თვეებია რომ ოპოზიციას როგორც ჩანს, აქ-აიქ ეს უნარი აღარც გააჩნია. ეს არის კრიზისის უმთავრესი მიზეზი. უკვე აი ამ მექანიზმებმა, რასაც ივანიშვილი ამუშავებს და ან დაიღალა პოლიტიკური სპექტრის ნაწილი შესაძლოა, მაგრამ საზოგადოების კრიტიკული ნაწილისთვის და მათ შორის ოპოზიციური პარტიებისთვის მიზანი არ შეცვლილა. უბრალოდ ავიწროვებს ამ სივრცეს ივანიშვილი ყოველდღიურად, ხომ? ჯერ იყო მუქარა, სატელეფონო ზარები, მერე იყო ცემა, მერე იყო დაჭერა თავის ფურთხებით, მერე იყო პატიმრობა, სისხლის სამართალი. ახლა აგერ გვეუბნება რომ აკრძალავს პარტიებს საერთოდ. ნახეთ საქვეყნოდ, არ ვიცი ეს დღეს რა ვნახეთ მართლაც, აი რუსულ კრემლში მჯდარ ემისრებს რომ მოეწონებოდათ ქართველი გენერლების 2008 წლის ომში წამყვანი გენერლების გარვიცი რა შეურაცხყოფა პირდაპირ ეთერში და ყვირილი მათთან ურთიერთობისას საუბარი ისე დეტალებზე რომელიც შესაძლოა საიდუმლოც იყოს ხშირ შემთხვევაში და გარდა ამისა საუბარია ისეთი ტონით რომ თითქოს ესაუბრება მოსისხლე მტერს და არა საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს, რომელმაც ეს ქვეყანა 2008 წელს სრული ოკუპაციისგან გადაარჩინა. შესაბამისად, აი ეს რეალობა გვაქვს მოცემულობა, ეს შეუძლებელია არ მუშაობდეს საზოგადოებაზე, ნაწილი ამას გამოხატავს პროტესტით, ნაწილი შესაძლოა ითრგუნება. ამიტომ პოლიტიკურ სპექტრზე ისაუბრეთ თქვენ. 31 მარტს აპირებს ეს პოლიტიკური სპექტრის შეკრებას, მოუწოდებს საზოგადოებას რომ მობრძანდით და ჩვენ გეტყვით იქ, რას ვაპირებთ ჩვენ. ეს არ იქნება 31-შივე დასრულებული ბრძოლა, გასაგებია, მაგრამ ჭირდება თუ არა ამ ბრძოლას კრიტიკული საზოგადოების ფლანგზე მეტი სწორი ტაქტიკა. მეტი სწორი სტრატეგია. რა თქმა უნდა, სჭირდება. ჯერ ერთი გეტყვით, რომ ნამდვილად აი კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმას, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში ამ სამარცხვინო კომისიის ფარგლებში, ამ არალეგიტიმური კომისიის ფარგლებში, როდესაც ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ იმ ჯარისკაცების გენერლები არიან ესენი. რა თქმა უნდა. აი იმათი, ვინც თავი დადო საქართველოს თვის 8 აგვისტოს ომში და ესენი ბედავენ აი ღიად პირდაპირ რომ ამონ პუტინს საკუთარი პოლიტიკური ბინძური ინტერესი ოღონდ შეასრულონ ძალაუფლების შენარჩუნება და გადაფარონ თემები და ამის გამო მზად არიან რომ ყველაზე უფრო წმინდა საერო თვალსაზრისით აი ასე უწმინდური ხელებით შეეხონ. რაც შეეხება 31 მარტს მე ვიტყოდი რომ მე ვარ საკმარისად ფრთხილი ოპტიმიზმით განწყობილი, იმიტომ რომ მაქვს ამის საფუძველი. არაერთხელ დაანონსდა რომ გამოცხადდებოდა გეგმა და მე პირადად მხოლოდ იმედგაცრუება მივიღე უნდა გითხრათ. და არ მგონია რომ მარტო ვიყო. ნეტა ასე იყოს. და ნეტა არ იყოს ისე რომ რუსთაველზე იმედგაცრუება სხვებშიც არ იყოს პოლიტიკოსების გამო. იმიტომ რომ ვამზადებთ საზოგადოებას, შევამზადებთ ხოლმე თარიღისთვის, მესმის რომ დასასრული ვერც ერთი თარიღი ვერ იქნება, პირიქით დასაწყისია, მაგრამ ხომ გააჩნია რას და როგორ იწყებ და რა მიზანს ისახავ, რამდენად რეალისტურს და რაც თავარია, შენ რისი გამღები ხარ. და შენ რისი გამკეთებელი ხარ თავად, თორემ ყოველთვის ხომ არ შეიძლება იმ ხალხის იმედად იყო, ვინც ისედაც რუსთაველზე აპროტესტებს, ბათუმში აპროტესტებს და სხვაგან აპროტესტებს. შენი თქვი რამე, შენი თქვი ახალი, მაგრამ რომ თქვა ახალი აი საქმეც ესაა, ვერაფერს ვერ იტყვი, ვიდრე წელში ვერ გაიმართები. ჩემთვის ეს ფორმულაა. აი ფორმულაზე ვარ, ახლა და გეტყვით რომ ჩემთვის ეს არის ფორმულა. აი გუშინ ვეუბნებოდი ლანა ღოღობერიძეს წარდგენაზე ფილმის და წიგნის რომ აი რამ გამოიწვია რომ თქვენ ამ შესანიშნავ ასაკში საუკუნის ხდება ლანა ღოღობერიძე მოახერხეთ ის რომ დღესაც ახლა ამ ასაკში წიგს რომ წერთ და ფილმს რომ იღებთ არის მარადიული არის ისეთი რომ ყველას აღაფრთოვანებს დღეს და მომდევნო 1 საუკუნის შემდეგაც რა განაპირობებს იმიტომ რომ მართალია ის სიტყვა მისი სიტყვა
მართალი, იმიტომ რომ მასში გაორება არ არის, გესმით? ის რასაც წერს, ჰარმონიაშია მისი პიროვნება ნაწერთან, გადაღებულთან, ნათქვამთან, მის სიტყვასთან, მის ტონალობასთან. აი ასე იქცევა 100 წელს მიტანებული დიდებული რეჟისორი, ქართული კინოს დედოფალი. და პოლიტიკოსებს ის გვჭირს, რომ ჩვენთან არის სრული გაორება. გესმით, აი სრული გაორება. ერთს ვამბობთ, სხვას ვაკეთებთ, მესამეს ვფიქრობთ. გავიგე რომ 2-3 გამონაკლისი ყველგან არის, მაგრამ კოშმარია ეს და მეტი არაფერი. ოპოზიციას ემუქრება ივანიშვილი დაჭერით. აი ამ კომისიის შედეგად ის იბარებს კომისიაზე, პოლიტიკოსების პასუხი არის რომ ჩვენ არ მოვალთ ამ არალეგიტიმურ კომისიაზე და ყველას თავზე ჩამოკიდა დამოკლეს מחვილივით გამოძიება. პირდაპირ პროკურატურას უგზავნის წულუკიანი მიმართვას, რომ აბა ეხა ეს არის გამოსაძიებელი, რომ არ მოვიდა ეს კაცი და საქმე აღწერით მასზეო. შესაბამისად ერთი ასეთი უკვე არის მამუკა ხაზარაძე. დღეს გავიგეთ რომ არის ირაკლი ოქრუაშვილი, ეს აზრი ბადრი ჯაფარიძესაც იგივე მუქარა შეუსრულა თეატრულუკიანმა. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ჯერჯერობით პარლამენტში ვნახეთ მისული მხოლოდ მამუკა ხაზარაძე. ეს იყო პირველი გამოკითხვა მისი მოწმის სტატუსით, მაგრამ როგორ გაგრძელდება სასამართლოში, დიახ, მაგისტრ მოსამართლესთან, მაგრამ მას ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული, როგორც გუშინ ჩვენი ჟურნალისტმა გითხრა, მაგრამ ვერ იპოვა პროკურორი, რომელიც ეტყოდა შემდგომ რა შეიძლება ხდებოდეს. არ გააკეთეს მათ მედიასთან კომენტარი, დიდი ალბათობით იმიტომ რომ არ იციან რა უნდა თქვან იმ მომენტში. აი ეს მოცემულობა, ტყვეთავ ბაზარი, რომელსაც აწყობს ხოლმე ივანიშვილი, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, თქვენ კარგად გახსოვთ საქართველოს უახლესი ისტორია, გიგი უგულავა დაიჭირა, იქ ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირა, ნიკა გვარამია დაიჭირა, მანამდე მელია შტურმით დაიჭირა და ასე შემდგომ და მე ყველა ამათით ივაჭრა საერთაშორისო ასპარეზზე, გეგმავს თუ იბარაგებს თუ არა ის ტყვეებს, თუ თქვენი აზრით დაასრულა მან საერთაშორისო ასპარეზზე დიალოგი. სრული სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს. ძალიან სწორია მისი პოზიცია, რომ აი ესე მედგრად დადგა ამ საქმეში და ყველა სხვა, ვინც მიიჩნევს, რომ ამ არალეგიტიმურ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა არის გამორიცხული, მიმაჩნია, რომ სწორია. ყველას ვერ დაგვიჭერენ, მე იმედი მაქვს. მეორე სხვათა შორის მინდა გითხრათ, სრული სოლიდარობა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, ნინო ზაუტაშვილს, თამარ შვენიერაძეს, ვასილ ივანოვ-ჩიკოვანს და სხვებს, რომელთაც სამარცხვინო 30-იანი წლების სტილში მომუშავე მოქმედმა იმ ვაი ბორდმა მაუწყებლის რა აკადრა, რა გვაკადრეს მთელ საზოგადოებას. გაუგონარია, გესმით, თენგის აბულაძე საფლავში ტრიალებს. მას ეგონა რომ მონანიება გადაიღო და ეპოქა დასრულდა. ეპოქა სრულდებოდა და ივანიშვილმა შეძლო და 30-იანი წლები ახლა გაგვიცოცხლა. ჩვენს თვალწინ არის პირდაპირ. წარმოგიდგენიათ რა შავ დღეში ვართ. შესაბამისად, ჩემი ტონალობა, ჩემი მოწოდებაც და თუ გნებავთ შეფასებაც და კრიტიკაც, იმიტომ არის ასეთი მძაფრი, რომ ჩვენ ახლა გავდივართ ბეწვის ხიდზე და აქ იმის ფუფუნება, იმის შესაძლებლობა, ან დრო თუ გნებავთ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, უბრალოდ არ გვაქვს. ეს დაგვიჯდება ისე ძვირი და ისე დაასხამს ივანიშვილის წისქვილზე წყალს, რომ მე დიდხანს წელში ვერ გასწორდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ 31-ის გეგმა უნდა იყოს სნაიპერული სიზუსტის, თავისი პასუხისმგებლობით, ვინ რაზე აგებს პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა არ უნდა ჩამოვკიდოთ ხალხს, ისედაც გაწამებულს, ისედაც ამ დღეში მყოფს. ხალხი რომ ამას არ აკეთებდეს, ჩვენი საზოგადოება, ეს დიდებული მოქალაქეები, ისინი ვინც საპატიმროში არიან და სინდისის პოლიტპატიმრები არიან, აი ისინი და სხვები ამას რომ არ აკეთებდნენ, მე გარწმუნებთ რომ უცხოეთში მგრძნობელობა საქართველოზე აღარ ექნებოდათ. ამიტომაც ახლა უნდა შემოვიდეს ნორმალური ჯანსაღი, სწორი, ესეთი გონივრული, კეთილგონივრული თუ გნებავთ დღის წესრიგი პოლიტიკური ოპოზიციისა. მე ჯერჯერობით მან და მაინც ვერ ვხედავ ამის წინაპირობებს. ჩართული ხართ კონსულტაციებში ბატონო არმას? ჩართული ვარ იმასთან, ვისაც ამის სურვილი აქვს. მე გეტყვით ერთ რამესაც, რაღაც ეს კითხვა დამისვით. როცა კი სცადე ჩართვა ეს იყო შარშან, წინა საარჩევნოდ, აღმოვაჩინე რომ დახურულ სივრცეებში და საერთოდ იმ სივრცეებში, სადაც განახლების სურვილი არ აქვთ, არ ჭირდებათ კრიტიკული აზრი. იქ დაღუპვა გარანტირებულია უნდა გითხრათ.
მე დასაღუპად საქართველოს არ მემეტება. გავიგე რომ ისინიც მეტყვია რომ არ ჩვენ გვემეტებაო. უბრალოდ სხვაობა ის არის რომ რაღაც მსხვერპლი უნდა გაიღო. როცა შენ ხვდები რომ განახლების უნაღლი აღარ შეგწევს, გადეკი განზე, გზამიეცი სხვას, ნუ აფერხებს სხვას, ეს მაინც გააკეთე. შესაბამისად მე გეკითხებით ფართო ოპოზიციური გაერთიანების კონსულტაციები რამდენად ფართოა დღეს თუ ის 4 სუბიექტ შორის არის და ლიდერების დონეზეა. მე არ მაკმაყოფილებს, აი მე რა ინფორმაციაც მაქვს, რასაც ვხედავ, არ არის ეს საკმარისი, გესმით, არ არის პრეზიდენტის ფორმატიც, რომელიც თავიდან გარკვეულ იმედებს იძლეოდა, დღეს აღარ არის ისეთი ქმედითი და მიზანზე ისე გათვლილი, როგორც დაველოდოთ 31-ს. მე თქვენთან ერთად დაველოდები. ნეტა არც ერთი ეს სიტყვა არ გამართლდეს, ყველაზე მეტად გამიხარდება და ეს კრიტიკა, ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს და საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ოპოზიციაში რომ ხარ და კრიტიკის მიღება არ შეგიძლია, მე დიდი გამოცდილება მაქვს პირდაპირ გეტყვით. მე რო ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან, იქ რა ემართებათ ხოლმე. აი ამით დაიწყო ივანიშვილმა, რომ კრიტიკული არაფერი არ უნდოდა. იმიტომ აღარ დავრჩით იქ არავინ, ვისაც ქონდა განსხვავებული აზრი და შენ თუ ვერ შეეჩვიე რომ განსხვავებული აზრი როცა ოპოზიციაში ხარ მაშინვე მიიღო გაიაზრო სწორად აღარ ვარგი ხარ გამოდის არა და ამასობაში ჩვენ ამ იწილო-ბიწილოში ისე ვაზიანებთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესს და მე არ შემიძლია ხვდები რომ დრო ამოიწურა არ მანიშნებთ მაგრამ მაინც არ შემიძლია ეს არ თქვა მე კვლავ დავასრულებ ჩემს საუბარს თუნდაც თქვენ კიდევ გქონდეთ რამე ჩემთვის სათქმელი ლანა ღოღობერიძის ერთი გენიალური ფრაზით ძალიან მიხარია ხოლმე როცა ამას ვიმეორებ და აი გუშინდელი ემოცია ისე მომყვება რომ ეს უნდა ვთქვა როდესაც ათეულობით წლის წინ ის იღებდა ყველა დროის შედევრს რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე შემდეგ ქალბატონი ლანა ყვება ასეთ ამბავს რომ დედის როლში იცით თქვენ ალბათ ეს ისტორია ეძებდა გმირს და ჩათვალა მისმა რეჟისორულმა ნიჭმა და ხედვამ რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ქალბატონი ნუცას ანუ ლანა ღოღობერიძის დედის უახლოესი მეგობარი თავად გადასახლებული ქეთვისა ორახელაშვილი მაგრამ ის არც მსახიობი იყო და სავარაუდოდ გაუჭირდებოდა ალბათ ასე როლის მორგება მაგრამ როცა ქალბატონ ლანას უთქვამს უფროსი დედის მეგობრისთვის ქეთვისო ორახელაშვილისთვის რომ აი ასეთი ჩანაფიქრი მაქვსო არც დაფიქრებულა ისე უპასუხია ნუცასთვის ყველაფერს გავაკეთებ აი ჩვენც მე თქვენ ყველამ უნდა უთხრათ ერთმანეთს რომ საქართველოსთვის ყველაფერს გავაკეთებთ განზე გადავდებ ყველანაირ ამბიციას ყველანაირ მეს ჩავკლავთ თუ გნებავთ ამ მეს არა ინდივიდუალიზმს არამედ იმ ახირებებს რაც მეშია მაშინ შევძლებთ რომ წელში გავსწორდეთ მაშინ ივანიშვილი კი არა ვერც ერთი მსგავსი ეს სიმრუდე ვერ შემოგვეპარება და ვივლით ნორმალურად და 26 წლის წინ ამაყად აფრიალებული საქართველოს დროშა ევროპის საბჭოს სასახლის წინ იქნება დროშა საქართველოსი ევროპის კავშირში აფრიალებული ნატოში აგრეთვე და ეს იქნება რა თქმა უნდა გარანტი იმისა რომ საქართველო იქნება ნამდვილად ეროვნული თვითმყოფადი კულტურაზე დიდ კულტურაზე დაფუძნებული სახელმწიფო საუკეთესო ევროპული ტრადიციებით მე მჯერა რომ ასე იქნება თუ ამას რეალურად მოვინდომებთ. კი ბატონო, ამისთვის ჯერ ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება საჭირო, თუმცა სამომავლო მიზნებში მე გეთანხმებით, ეს არის მიზნები, რომელიც საქართველოს ეს პერსპექტივა უნდა დავინახოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა.